საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშურდია ვარ. 18 წლის შინდისის ტრაგედიიდან 2008 წლის 11 აგვისტოს რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის 20-ეული რუსეთის 53 არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. ქართულ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა მოეწურა, თუმცა დაჭრილი მებრძოლები მტერს წინააღმდეგობას 1 საათზე მეტხანს უწევდნენ. ბოლოს კი ოკუპანტებთან ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ დაღუპული გმირების ოჯახებს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადეს. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომი და გმირებად ქცეული ქართველი ჯარისკაცები 11 აგვისტოს ქვეყანას შინდისის გმირებს იხსენებს. 17 გმირ მებრძოლს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები რუსული სამხედრო დანაყოფის ჩასაფრებაში მოყვნენ. ბრძოლა თითქმის 1 საათს გაგრძელდა. ალყაში მოქცეულ ქართველ მებრძოლებს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდათ, თუმცა წინააღმდეგობა სიცოცხლის ბოლომდე გასწიეს. 18 წლის შემდეგ მათი სახელები ისევ იმ სიმამაცის, თავდადებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის სიმბოლოა, რომლის ისტორიასაც დღეს მათი ოჯახები ყველაზე მძაფრად ინახავენ. 18 წლის წინ ამ ადგილას ვისაუბრე, ზუსტად ამ დღეს ვისაუბრე ჩემ ძმას, რომელიც ჩასაფრებაში მოყვა. ლიანდაგებს აქეთ მოხდა, ბიჭების ალყაში მოექცნენ თავის თანამებრძოლები და მან გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა ბიჭებს. 1 საათიანი ბრძოლის შემდეგ ალეკომ თავისთვის როგორც ჩანს შეინახა თავისთვის, რომ ტყვედ რო არ ჩაბარებოდა ხელყუმბარა. ალეკო შეძახილი ყოფილა, ტყვედ არ ჩაბარდებით, არ ჩემს ნათლურ ჩაგაბარე. დაელოდა, როდის მოუახლოვდებოდა რუსი ოკუპანტები, ჩაიხუტა თავის ნათლული და გახსნა ხელყუმბარა. ასე დაასრულა მისი სიცოცხლე. ძალიან მტკივნეული დღეა, ამავდროულად ძალიან საამაყო, რომ ჩემი ძმა მოიქცა როგორც შეეფერება ქართველ სამხედროს, ქართველ ვაჟკაცს. მონადირე ძალიან რთულია, ძალიან მძიმე 18 წელიწე გავიდა, ჩემთვის 18 დღე არ აღნიშნულო. დღეს ქვეყანა გმირებს იხსენებს დილიდან ხალხმრავლობა შინდისის მემორიალთან, სადაც მათი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის პირველმა პირებმაც. პრემიერ-მინისტრი დაღუპულთა მშობლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, შინდისის გმირობა არ არის მხოლოდ წარსულის ისტორია. ეს არის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობები უნდა გაიზარდონ. გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით, თავიანთი სულისკვეთებით, მებრძოლის სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. ეს არის მაგალითი გმირობის, რომელიც მარადიულად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკდავი, მათი სულები არის უკდავი. მე მინდა მათ მშობლებს, მათ ოჯახის წევრებს გადაუხადო მადლობა, მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა. ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. ის გმირები და გმირობის ის ისტორია, ვისაც და რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის და არიან ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის და ის თავგანწირვა, რომელიც ქართულ გენშია ამ ადამიანებმა დიდი და საამაყო
ისტორიისაკით შემოგვინახეს. შინდისის გმირების მემორიალთან დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვარის განცხადებით შინდისის ბრძოლა ქართველი ჯარისკაცის სამშობლოსადმი თავდადების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. მაგალითი, რომელმაც უკვე 18 წელია საქართველოს სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. 18 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან, ამ ბიჭების ქართველი ჯარისკაცების ბრძოლიდან, მათი გმირობიდან და ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ქართველი ჯარისკაცის, საქართველოს ჯარისკაცის გმირობისა და იმ თავდადებისა, რომელსაც ქართული ჯარი იჩენს საკუთარი სამშობლოს მიმართ. 17 ახალგაზრდა გმირმა საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩვენა საქართველოს ერთიანობის და ღირსების დაცვის გამორჩეული და მარადიული მაგალითი. სწორედ ეს თავდადება გვავალდებულებს, რომ დავიცვა და განმამტკიცოთ მშვიდობა. შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმშიც. დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას შინდისის გმირების სახელობის გვერდში პატივი მიაგეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 2008 წლის ომის შემდგომ წარმოებული მავნებლური პოლიტიკა და 2022 წლის შემდეგ დაწყებული რუსოფობიური კამპანია მმართველი გუნდი ნაცმოძრაობისა და მისი მხარდამჭერების რუსეთის მიმართ არათანმიმდევრულ მიდგომებს გარეთ აკვეთების შესრულებით ხსნის. როგორც სახელმწიფო გუნდში ამბობენ, შეკვეთილი რუსოფობიაში ოპოზიციასთან და ენჯავებთან ერთად ჩართული არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, ერთ-ერთი ასეთი ნიკოლოზ რაჭველია, რომელიც 2008 წლის შემდეგ კონცერტებს მართავდა რუსეთში, თუმცა დღეს ხელისუფლებას პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. შეცვლილი რიტორიკის ავტორები ვერ ამბობენ, თუ რატომ არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი 2008 წელს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაცია და რატომ გახდა რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. დეტალებით სოსუელის საშუალება. ირაკლი კირცხალიას წერილს, სადაც უმრავლესობის ლიდერმა ნაცმოძრაობისა და მისი მიმდევრების ორმაგი სტანდარტები და შეკვეთილი რუსოფობიური კამპანია ამხილა კრიტიკით გამოეხმაურა სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი. თუმცა ვრცელ პოსტში არაფერი თქვა იმის შესახებ, თუ რატომ მართავდა აგვისტოს ომის შემდეგ თავად რუსეთში კონცერტებს. გულისამრევია ქართული ოცნება ბოლომდე. მე კი კვირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს. პუტინის სისხლიან რეჟიმს დედა თუ არ მე უარს ვიტყვი ღვთის მიერ მონიჭებულ სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე. არქივი რაჭველის ძველ ინტერვიუებსაც ინახავს, სადაც მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ კონცერტებს პოზიტიურად იხსენებს. ასევე აღნიშნავს, რომ კონცერტის გამართვა არ გამართვის გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური, არამედ თავმოყვარეობიდან გამომდინარე იღებს. ომის შემდეგ ფაქტია კი. კი. ვიყავით გასტროლზე პეტერბურგში, შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიაში და უკარით ორი კონცერტი. შოსტაკოვიჩის დარბაზში დაკვრა ეს ძალიან მინდოდა ჩემი ორკესტრის ბიოგრაფიაში ყოფილიყო, რომ პეტერბურგის ფილარმონია ეს სოფლიოში ერთ-ერთი ისტორიული სცენაა. პოლიტიკა სხვათა შორის არ არის ჩემთვის მიზეზი იმისი, რომ არ წავიდე რუსეთში. არ წავიდე რუსეთში, მიზეზი არის თავმოყვარეობა. რუსეთის მიმართ ნაცმოძრაობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე დუმილს ამჯობინებს სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად სხვადასხვა თემაზე წერილებს აქვეყნებს. ნაცმოძრაობის ხელისუფლების პერიოდში რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბარი არ სურთ, არც მის თანაგუნდელებს. პარტიაში ამბობენ, რომ ცეკვით პრობლემები არ წყდება, თუმცა არ საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მათივე ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის თხოვნით მოსკოვს ღია წერილი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში გაუგზავნა. ცეკვა თამაშით, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არ მოგვარდება, რომელიც რუსეთთან არსებობს. მამუკა ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტები მათ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო, რომელი კულტურის მუშაკი სად რას გააკეთებს. ეს არ არის ჩემი შესაძლებელი საქმე. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით სააკაშვილი და მისი მომხრეები ქვეყნის გარედან მართულ აგენტურას წარმოადგენენ, რაც მათი ქმედებებითა და განცხადებებით არაერთხელ დადასტურდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ცალკეული პირები, რომ ქვეყანაში გარე ძალების დაკვეთით მოქმედებენ, ანტირუსული რიტორიკის არა 2008 წლის, არამედ 2022 წლის შემდეგ გააქტიურებაც მეტყველებს. ანწუხელიძის გმირობის შემდეგ
აი ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება, აი ამათი პატრონები, მაშინდელი ხელისუფლება დაუთფა რუსეთს და რატო დაუთფა, იცით? იმიტომ რომ ვის გავლენის ქვეშაც არიან, მათი დავალება იყო. დაავალეს და უთხრეს, რომ არა, რუსეთი არ შეიძლება ეხლა იყოს ოკუპანტი და მტერი. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები იქ კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს. ჩვენი ომის შემდეგ ამაკ საუბარით ეს არ ვიცი რა დავარქვა ამ ხალხს უსამშობლოები მე მგონი ყველაზე კარგი ეპითეტია. საქართველოში არიან ადამიანები, ესენი არიან მათ შორის პოლიტიკოსები, ესენი არიან ეგრეთ წოდებული ინჟინერები, ესენი არიან პარტიული აქტივისტები, ესენი არიან მათ შორის ეგრეთ წოდებული კულტურის თუ ნამდვილად კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარეთ აკვეთებით. არც სააკაშვილს, არც რომელიმე სხვა ნაცმოძრაობის წარმომადგენელს არაფერი აქვს რეალურად სათქმელი. იმის გამო რომ პასუხი არ აქვს, გამოდიან რაღაცა უხეში შეურაცხყოფელი განცხადებებით, როგორც ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ისე ეს კულტურის სფეროს წარმომადგენლები, იმიტომ რომ მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი. საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდა და გაბრაზდა სხვის სამშობლოს ოკუპაციაზე, სხვის სამშობლოს თავდასხმაზე. ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილი აქედან გამომდინარეობს. როგორც სახელისუფლება პარტიაში განმარტავენ, ნათლად ჩანს, რომ ქვეყნის გარედან მართული აგენტურა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ისე კულტურის სფეროს მხრიდანაც ცდილობს. არა მარტო ნიკოლოზ რაჭოელი, ბევრი კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომელიც ფაქტიურად ნაცმოძრაობის კარგად ნაკვები აქტივისტები იყვნენ, რატომღაც 2008 წლის ომის შემდგომ საერთოდ არ გრძნობდნენ პატრიოტულ მოტივებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ განსაკუთრებით გაუღვივდათ რუსოფობობა. ნაცმოძრაობის წევრებისა და მათი თანამოაზრეების ორმაგ სტანდარტებსა და გარე დირექტივების შესაბამისად მოქმედებაზე საუბრობენ ხალხის ძალაშიც. სააკაშვილი ბუნებრივად ვერაფერს ვერ იტყვის. ან თუ იტყვის, ისევ რა თქმა უნდა თავის საწინააღმდეგო გამოვა. მაშინ უცხოურ ძალას არ სურდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. და ამიტომაც უთხრეს, რომ არაუშავს შემოიჭრა, გაჩერდა. ეხლა თქვენ რუსეთთან დაალაგეთ ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონფლიქტი. როდესაც უკრაინას შეიჭრა რუსეთი, აი მაშინ უთხრეს, რომ ეხლა უკვე ანტირუსული პროპაგანდა წამოიწყეთ. ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მიმდევრების რუსეთის მიმართ არათანმიმდევრულ პოზიციებთან დაკავშირებით დასვა. სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე რამდენიმე დღე იკითხებიან პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აფხაზეთის ომში ან აშუქებდნენ საბრძოლო მოქმედებებს. ომის ვეტერანები ამბობენ, რომ განცხადება, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა, რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. მებრძოლები არ გამორიცხავენ, რომ ქართველი მეომრების წინააღმდეგ ცილისწამებლური ბრალდებები ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაკვეთის შესაბამისად გააჟღერა. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. მე სოხუმელი კაცი ვარ, გეტყვით, რომ პირველი დღიდან 14 აგვისტოს ომი რო დაიწყო, რომ ჩავერთვე ბოლომდის 28 სექტემბრამდის იარაღი არ დამიგდია. 4 კილომეტრიან პოზიცია ჰქონდა, მე ბარამიძე გია იქ არ მინახია. აფხაზეთის ომის ვეტერანები ერთმანეთის მიყოლებით ამხელენ გიორგი ბარამიძის განცხადებას და მას ტყვეების დახვრეტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გენერალურ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მისულმა ზურაბ შამუგიამ თქვა, რომ ბარამიძის ბრალდება ღალატის ტოლფასია და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცრუ განცხადებით შეურაცხყოფა ქართველ მებრძოლებს, დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ისტორიას მიაყენა. დღევანდელი ვეტერანების სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთი ტყვე არ დაგვიხრეტია. ეს არის ღალატი. შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანობაში ყველა დაღუპულის ოჯახებს, დაღუპულ ბიჭებს და ყველა ვეტერანს. საგამოძიებო უწყებაში გიორგი ბარამიძე ამხელეს სხვა ვეტერანებმაც აფხაზეთის ომის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბარამიძემ უნდა გასცეს კითხვას პასუხი თუ რას ეფუძნება მისი განცხადება და ასახელოს კონკრეტული ფაქტები და პირები. მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ეს განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ გაკეთებული თვლი, რომ გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს, შენ ამბობ ისეთ რაღაცას, რაც მეც არ გამიგონია, როგორც მაშინ რიგით მეომარს, როდესაც ომში ხარ, იმასაც ფიქრობ ადამიანი, რომ შენს გარდა
შენი მებრძოლებით შეიძლება აღმოჩნდნენ ტყვედ და სულ ელემენტარულია რომ შენს მიერ დატყვევებული მოწინააღმდეგე ეს არის გასაცვლელი პიროვნება შენს თანამებრძოლში. არავისგან არც გამიგია რა თუ მე ასეთი რამ რომ ვინმეს აყვანილი ტყვე დაეფრიტოს. არათუ დახვრეტა როგორც გითხარით უკურნალობდნენ დაჭრილ ტყვეებს და გადასცემდნენ აფხაზებს და შესაბამის მოწინააღმდეგე მხარეს. ეს ვიცი დანამდვილებით. და შემიძლია არაერთი მოწმე ბოროტის რახვებით და უცხო ქვეყნის ალბათ არ ვიცი. შეიძლება სხვა ქვეყნის ისტორიაში არსებობს ესეთი რამ, შეიძლება სხვაგანაა დაბადებული და გაზრდილი ეს ადამიანი გიორგი ბარამიძე, არ ვიცი, ვერ გეტყვი. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და ვეტერანების მხრიდან მხილების მიუხედავად ამტკიცებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. აზრი და წინადადება რაც თქვი, არის სიმართლე, არის ის, რაც ხდებოდა. ჩვენი გამწარებული ხალხი, ვისაც დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, ოჯახი ამოუწყვიტეს თუ მეგობარი, თუ ნათესავი, არ ინდობდნენ მტერს და არ ზრუნავდნენ ტყვეების აყვანაზე. მიხეილ სააკაშვილმა 5 დღის შემდეგ დუმილი დაარღვია და მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებას სისულელე უწოდა. ჩემი უძველესი მეგობრის გია ბარამიძის ნათქვამის სრული სისულელე მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა. სახელისუფლებო გუნდში გიორგი ბარამიძის განცხადებას ცრუს და მოღალატეობრივს უწოდებენ. მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქართული კულტურა, ადამიანობა და ქართველი ჯარისკაცების ღირსება შეურაცხყო. თავისი სამარცხვინო ცრუ განცხადებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას შეეხო, ქართულ ადამიანობას შეეხო, ჩვენ ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინო, ასეთ ყვილს რო გადრულობდა თან, ასეთ ამას რძენს თავისი შინაარსით. ამას არ ვიცი რა ახსნა უნდა კონდეს გამართლებაზე არც არის საუბარი, რა ახსნა შეიძლება კონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე გადახედეთ მათი პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას, ხო? სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერ ბედავს ვერც ერთი პარტიული ტელევიზია ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. ეს იყო კნარი სიცრუე, რაც მან თქვა ერთის მხრივ, ეს იყო სიბრიყვე და მეორეს მხრივ და ასევე მესამეს მხრივ ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება. მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი ვეტერანების მათი პოზიციის, იმიტომ რომ ეს არის მათთვის შეურაცხყოფელი. ქართულ ჯარს, ქართულ ჯარისკაცს და საქართველოს არასოდეს არ დაუხრეტია არც ერთი ტყვე. ორ თვეში დაახლოებით აგვისტოს ომიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან მათ ქართულ სამხედროებს ერთი მაშინ ქნეს, იგივე მოქმედება მაშინ ჩაიდინეს, ახლა ბარამიძემ დაამატა ზემოდან რომ ხრეტდნენ. მერე ჟურნალისტებიც კი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, მათი საქციელების, ნამოქმედარის და ნათქვამების გამправებელი უკაცრავად აქაც ჟარგონისთვის ჟურნალისტები, რომ ისინი ამბობდნენ, რომ აი დახვრეტაში გულისხმობდა ერთ-ერთი ინტერვიუ ნახე, დახვრეტაში გულისხმობდა ბარამიძეო, ტერს რომ ესვრით. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მათი თქმით, ბარამიძის განცხადება მიზნად სამშვიდობო პოლიტიკის დაზიანებას ისახავს. ხალხის ძალაში კი ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმ მოღალატეობრივი ქმედებების გაგრძელებაა, რასაც ის და მისი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ. თუ რას ემსახურებოდა ეს ტყუილები, რატომ იყო ეს ახლა ნათქვამი, რომ გაეღვივებინა ახალი პროვოკაცია, ესკალაცია მოეხდინა სხვადასხვა პროცესების და რაც თავარია ოკუპაციის, დეოკუპაციის პროცესებში განსაკუთრებული დაპირისპირება შემოეტანა, თავისთავად მან გამოძიებას უნდა გასცეს პასუხები, თუმცა საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ. ბარამიძის განცხადება ჩვენ ვხედავთ, რომ არის გაგრძელება ზუსტად იმ მოღალატეობრივი პროცესების და ქმედებების, რაც მათ შორის ნაცმოძრაობამ ხელისუფლებაში როცა იყო, მაშინ ჩაიდინა ჯერ კიდევ. მარტო ის რა დღის რომ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, ისეც სადაც საკუთარ სამხედროებს აბრალებდნენ ომის დანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დააყენა. ამის საფუძველი კი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლითაც მან ქართველი მებრძოლები ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. ლონდონი ვაშინგტონს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მიზეზი კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამაა, რომელიც
საზოგადოებრივი განათლების პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. შიდა საქმეებში ჩარავის პრევენციისთვის ბრიტანეთმა კანონმდებლობა უკვე გაამკაცრა, რასაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიოში აპრობირებულ ზომებს უწოდებენ, თუმცა მსოფლიოში აპრობირებული იგივე ზომებით სუვერენიტეტის დაცვა საქართველოს შემთხვევაში მწვავე კრიტიკის საბაბად იქცა. მმართველი გუნდი უსამართლო მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. დეტალებით საულმე გობრანიძე. ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა დიდ ბრიტანეთს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება იმ ქვეყანაში, რომელმაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ბოლო პერიოდში ერთგვარ საგარეო პოლიტიკად აქცია, ახლა თავად საუბრობენ შტატების მხრიდან მათი ქვეყნის საქმეებში ჩარევაზე. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამას, რომელიც $500,000 დაფინანსებას ითვალისწინებს. შტატების საელჩომ მოუწოდა ბრიტანეთში საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში. მათივე ცნობით პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ პროექტებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლების, შეზღუდული მთავრობისა და კანონის უზენაესობის იდეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. შტატების ეს საგრანტო პროგრამა ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტარმა ბრიტანეთის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას დემოკრატიისთვის დონალდ ტრამპის ფული არ სჭირდება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ახლა ბრიტანულ დემოკრატიაში ჩარევაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს მოუწოდეს დარეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში სახელწოდებით თავისუფლება კანონის ფარგლებში, ანგლო-ამერიკული საერთო ტრადიცია. ლიზა სმარტსმა, ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტარმა და პარტიის წარმომადგენელმა მთავრობის ადმინისტრაციის საკითხებში განაცხადა, თავისუფლების დიდ ქარტიას მიზნად ჰქონდა ტირანების უფლებამოსილების შეზღუდვა და იმის დადგენა, რომ კანონის უზენაესობას ყველა ემორჩილება, ანუ იმ პრინციპის, რომლის მიმართაც ტრამპმა არაერთხელ გამოხატა სრული უპატივცემულობა. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია გვაქვს და არ გვჭირდება, რომ ტრამპის მაგას ფულის ჩარევა ჩვენს დემოკრატიაში ნამდვილად არ გვჭირდება. ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაფინანსების ინიციატივა მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირების განმტკიცებასა და საზოგადოებაში იმ კონსტიტუციური პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ნორმების გაგების გაღრმავებას, რომლებიც ორივე ერის საფუძველს წარმოადგენს. ოფიციალური თბილისი ბრიტანეთის უსამართლო მიდგომასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ატეხილი ისტერია იმ ქართული კანონების მიღებისთვის, რომლის ერთადერთ მიზანსაც სწორედ სუვერენიტეტის დაცვა და პოლიტიკაში უცხოური გავლენების პრევენცია წარმოადგენდა. რაც არ მოწონს საკუთარ ქვეყანაში, ის უნდათ ჩვენს ქვეყანაში და გახსოვთ, რომ რუსული კანონი დაარქვეს სრულიად სამარცხვინოდ გამჭირვალობის შესახებ კანონს, ხო? რა თქმა უნდა, ყველგან არის ორმაგი სტანდარტი, რაც არის უკვე ბავშვისთვის ცხადია. საფრთხეზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ წლების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა და შესაბამისი კანონები დაუპირისპირა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ახლა ერთმანეთის მიყოლებით საუბრობენ. დიდი ბრიტანეთი მურიგი სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს პოლიტიკაში უცხოური ფინანსების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაც კი გაამკაცროს. ოფიციალური ლონდონის პოზიციებით მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული რუსული კანონის იარლიყი ფარსი და გარეთ დაწერილი გეგმის ნაწილი იყო. იმ კანონებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მუშაობს, იმ კანონებს, რომელსაც ევროპის ქვეყნები იღებენ, გრძელდება ეს განგრძობადი პროცესია, საქართველოში უწოდეს რუსული კანონი და დააჯერეს ახალგაზრდების ნაწილი, რომ ეს მართლაც რუსული კანონია, ოღონდ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზეც კი. ესეთი მოცემულობა გვაქვს. სამწუხაროდ ამ მიმართულებით მოწყვლადი ადამიანები ჩვენ გვყავს. ამ ადამიანებს საკუთარი აზრი აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ადვილად იჯერებენ რაღაცას, რასაც მათ მიაწოდებენ და აი ამ ხალხზე მათ შეურაცხყოფას და მათი შეურაცხყოფის და მათი მოწყვლადობის ხარჯზე გარე დავალების მიმცემები ჩვენ ქართულ ეთნიკურად ქართულ, მაგრამ სინამდვილეში აგენტ, ეგრეთ წოდებულ ჭყალებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს ამუშავებენ ამისათვის, რომ ეს ორმაგი სტანდარტი გახდეს ნორმა. როდესაც დიდ ბრიტანეთის ინტერესებს შეეხო და გარკვეული საფრთხეები შეექმნა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მკაცრად იქნა დაგმობილი ასეთი გრანტები და დაფინანსებები, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ვერ ვეღირსეთ იმის აღიარებას, რომ აწლეულებია სამწუხაროდ ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას თავადვე ანხორციელებდნენ. როგორც ჩანს, საქართველოს გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებით არაერთი ქვეყნისთვის აღმოჩნდა სამაგალითო, მათ შორის მათთვისაც, ვინც სუვერენიტეტის დაცვის გამო ხელისუფლებას კურსის ცვლაში ადანაშაულებდა. ევროპულ ქვეყნებში ახლა ერთმანეთის მიყოლებით საუბრობენ უცხოური ჩარევის გამოწვევაზე და ეტაპობრივად იღებენ NGO-ების დაფინანსებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონებს.
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო ინოვაციური მედიკამენტ ტრიკაპტას შეისყიდის. შესაბამისი ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია. ტრიკაპტა 2025 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაშია. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც როგორც წესი ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. საქართველოში დაავადებით 110 პაციენტია რეგისტრირებული. გადაწყვეტილებას მიესალმებიან დაავადების მქონე ბავშვების მშობლები. დეტალებით მარიამ რადიანი. ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების ეს ემოციები და ოვაციები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას მოყვა. უკვე სექტემბრიდან აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტები ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინოვაციური მედიკამენტით მკურნალობას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ. პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ჯანდაცვის სამინისტრო კი დარჩენილი პროცედურების ეტაპობრივად განხორციელებას განაგრძობს, რომ პრეპარატი ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი უმოკლეს ვადებში გახდეს. მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია Vertex-თან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ეგრეთ წოდებულ გენ მოდულატორს სახელწოდებით ტრიკაპტა. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვობის ასაკში ვლინდება და განსაკუთრებით საზიანო ფილტვებისა და მომნელებელი სისტემისთვისაა. ტრიკაპტა კი სწორედ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზეა ორიენტირებული და იმ პრობლემების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რომელიც ცისტური ფიბროზის დროს ირღვევა. ამ დაავადებას ახასიათებს სასუნთქი გზების გამწვავებები, სასუნთქი გზებით მიმდინარე დაავადებები. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ასეთ პაციენტებს განუვითარდება სუნთქვის უკმარისობა. საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ის მოქმედებს როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, სამწუხაროდ ასევე სიცოცხლის ხარისხს. ეს პრეპარატი ფაქტიურად მისი მიღება თუ ვიწყებთ ადრეული ასაკიდან, ასეთ შემთხვევაში პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა წესით და რიგით გაუტოლდება კვლევების თანახმად ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. სახელმწიფო პროგრამის ცისტური ფიბროზის მიმართულებით გაფართოებაზე ჯანდაცვის სამინისტრო დარგის სპეციალისტებთან და პაციენტთა მშობლებთან აქტიური კონსულტაციების პარალელურად მუშაობდა. ნინო გრიგოლავა ერთ-ერთია, ვისი შვილიც მალე ტრიკაპტას მეშვეობით სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებს. თამარსოს დაავადება გამოვლინდა 8 თვის ასაკში, დაეწყო კანზე გამონაყარით და აქ ექიმებში ვერ გავარკვიეთ რა როგორ და მოგვიწია გერმანიაში წასვლა და იქ დაუსვეს დიაგნოზი. სისხლის შედედების მაჩვენებელი იყო 20%, ჰემოგლობინი, ყველაფერი ვარდებოდა ერთიანად. რთული ეტაპი გამოვიარეთ, შემდეგ 1 თვის თავზე დავბრუნდით საქართველოში. და შემდეგ აქ განვაგრძეთ მკურნალობა, ეს სიმპტომური ყოველდღიური რუტინა. ეს დაფინანსება, არ ვიცი, ჩვენთვის არის ისტორიული დღე. სახელმწიფო პროგრამა ცისტური ფიბროზის სხვადასხვა აუცილებელ პრეპარატებსა და სტაციონარულ მომსახურებას აქამდეც უზრუნველყოფდა. თუმცა ტრიკაპტას პროგრამაში ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მედიკამენტის ფასი ხელშეკრულების პირობების თანახმად კონფიდენციალურია. თუმცა საჯარო წყაროების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეპარატის წლიური ღირებულება ერთი პაციენტისთვის დაახლოებით $300-დან $400,000-მდეა. ქართული მართლმსაჯულების მორგის საერთაშორისო აღიარება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო 4-ში, ხოლო ისტორიული 13-წლიანი პროგრესის მაჩვენებლით კი ევროპის სახელმწიფოთა 5-ში. მონაცემები მსოფლიო ბანკი Freedom House-ის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით 2013 წლიდან დღემდე მთელ ევროპაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა, მათ შორის საქართველო. 2026 წლის შეფასებით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, როდესაც 2013 წლამდე ქვეყანა სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი ცუდი პოზიცია ეჭირა. დეტალებით ნინო საულქვაძე.
სოფლიო ბანკისა და Freedom House-ის გლობალური კვლევის მიხედვით საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის 3 წლიანი პროგრესით ევროპის სახელმწიფოთა საუკეთესო ხუთეულში შედის. ჩვენი ქვეყანა ლიდერ პოზიციებს იკავებს პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც. მასშტაბური კვლევა, რომელიც მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას აერთიანებს, 2013 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. 4-ბალიანი სისტემით ექსპერტები ერთ მთავარ კითხვას პასუხობენ: არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი? ანგარიშის მიხედვით 2013 წლიდან დღემდე მთელ ევროპაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით ევროპის ბოლო ადგილზე იმყოფებიან რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს დასტურდება უკვე მერამდენედ საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მიდის სწორი მიმართულებით სასამართლოს დამოუკიდებლობის გამტკიცებას გულისხმობს ამ შემთხვევაში, რაც იყო ამ კვლევის კრიტერიუმი ძირითადი. კვლევის მიხედვით 2013 წლამდე საქართველოს მართლმსაჯულების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 2012 წლის შემდეგ განხორციელებულმა ფუნდამენტურმა რეფორმებმა რადიკალურად შეცვალა შიდა სტატისტიკა. მათ შორის მკვეთრად შეამცირა სტრასბურგის სასამართლოსადმი საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა, რაც ქვეყნის შიგნით მართლმსაჯულებისადმი ნდობის ზრდაზე მიუთითებს. იცით რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ამ შემდეგ. ხო, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში, ამის გამო სოციოლოგიური კვლევების თანახმად სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი და რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და საერთაშორისო შეფასებებში. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ხოლმე, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტურად აფასებენ. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ეს რეიტინგი უმნიშვნელოვანესი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რადგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ქვეყანაში ბიზნესის დაცულობისა და სტაბილური საინვესტიციო გარემოს უმთავრესი გარანტია. ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საკუთრების უფლება და ბიზნესის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის. ეს არის მკაფიო მესიჯი როგორც ინვესტორებისთვის, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ინტერესის მატარებელი საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესმენებისთვის, რომ საქართველო არის საიმედო და სანდო ქვეყანა, რადგან აქ სასამართლო სისტემა არის რეფორმირებული და აღწევს ისეთ საუკეთესო მაჩვენებლებს, როგორიც ამ კვლევაშია მოცემული. რა თქმა უნდა, ეს კვლევა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი რეფორმები, რომელიც წლების მანძილზე ვანხორციელეთ და განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. როგორც სახელმწიფო პარტიაში აღნიშნავენ, მსოფლიო ბანკისა და Freedom House-ის ერთობლივი ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებულმა ფუნდამენტურმა რეფორმებმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების ბოლო პოზიციებიდან წამყვან ევროპულ სახელმწიფოდ აქცია. სპეცოპერაცია იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ამავე დანაშაულზე ბრალი წარედგინა კიდევ 2 პირს. ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გინდება, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში მონაწილეობდნენ და ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშის წორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. საქმის მასალებში დევს ფარული აუდიო ჩანაწარები. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ისეთ რაღაცას გაიჩარჩევ ამ სიტყვებით, რომ ვერც მოლაპარაკე ექნება და ვერც მოსიარული. დავის მოგვარება კრიმინალური მეთოდებით, ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტით, სარგებლობა და მუქარა სიცოცხლის მოსპობით. იმერეთის რეგიონში სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებია, რომელშიც ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში მონაწილე ბრალდებულები ფიგურირებენ. რას ქვია ბიჭო მომმართავთ ბიჭო ან რატომ მომმართავთ მაგას როგორ იცავთ აი შენ ჩემი დედა რა თავს დამაჩეხიებ ბიჭო შენ
არა გეუბნები ერთ რაღაცას სიტყვას რეაქცია ყურადღება შენ ისეთ რაღაცას მიიღებ ახლა ამით გაიგერო აი საშვილიშოდ ვერ ამოხვალ მაქიდან ფარული აუდიო ჩანაწერებიდან ირკვევა რომ ბრალდებულები შეკრებებზე ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ ბიჭო ამ ბიჭი ჩემ ელის დათმაგია და იმსახურა ჩემ დედა ამ დროს ხალხს თუ არ ჭრიდებ რა და იმიტომ ვითვალიც ახლა ნამდვილი არ იცის უხეშად გამიგოს შეიძლება მაგრამ მაგით ესემ კიდე ხეიბარია კიდე ამან ბიჭო იმდენი მითხრაი ჩემი ხალი და გასალაგარა მოსაკალავია სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. კომპრომისო ბრძოლა გრძელდება ნარკოდანაშაულთანაც სამართალდამცველებმა იმერეთში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც, რომლის ფარგლებში ბრალდებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდებით ყიდნენ. პოლიციამ ქუთაისსა და წყალტუბოში სარეალიზაციოდ გამზადებული 329 შეკვრა მეთადონი ნივთმტკიცება დამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. 329 შეკვრა მეთადონის რეალიზაციის მცდელობა სამართალდამცველებმა აღკვეთეს. საგულდაგულოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების გასაღებას 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-ვე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. ღონისძიებით გინდება რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 329 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები. 500 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ქუთაისსა და წყალტუბოში დაკავებულთა პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი სქემა ასეთი იყო. მსჯავრდებულები ნარკოტიკს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და შეეფართათ პატიმრობა და დაინიშნა წინა სასამართლოს ნომის თავზე. დაკავებულთა დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს. პატიმრობაშია სასამართლო იყო აღკვეთ ღონისძიებას პატიმრობა შეეფარდა დუმის სიყენეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია ჩატარდა, ხდომა განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით წარიმართა. გივი მიქანაძემ დამსწრა საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენცია 2021 წელს დაარსდა. პლატფორმა რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის 11 რეგიონულ უნივერსიტეტს აერთიანებს. დაფიქსირდა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლის მხრიდან ამ რეფორმის მნიშვნელობა და რომ ისინი უკვე ხედავენ იმ პოზიტიურ შედეგებს, პირველად შედეგებს, რომელიც რეფორმიდან გამომდინარე არის. ესეთი შეხვედრები უნივერსიტეტებთან რეგულარულად ტარდება, იმიტომ რომ კომუნიკაცია უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური უნივერსიტეტების გაძლიერების ფორმატის თვალსაზრისით დაემატათ პროგრამები, მაგალითად ტურიზმის მიმართულებით და ამ მხრივ საკმაოდ აქტივობები არის აბიტურიენტების მიერ შემოხაზვების თვალსაზრისით. ისიც აღნიშნა, რომ მაგალითად თელავის უნივერსიტეტმა თქვა ის, რომ ყველა პროგრამაზე უკვე კონკურსი აქვს, რაც მათ დღეს გამოცხადებული აქვს. განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ყველა ის მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც იყო გაჟღერებული თუნდაც დღეს და მთლიანად რეფორმის ნაწილში, ხელს შეუწყობს ზოგადად რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერას. აქ იგულისხმება როგორც დაფინანსების მოდელი,
მოდელი. მსგავსი ტიპის შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონულ უმაღლესმა სასწავლებლებმა ღირსეული ადგილი დაიკავონ მიმდინარე განათლების რეფორმაში და იყვნენ წარმოდგენილი შესაბამისი სტანდარტით. ეს ყოფასტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხალამდე გემშვიდობით ნაყოფს.